გითხრას, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს თავკავშირდა, ეს არის თბილისის სანდის ჩართობა, რომელიც უკვე დაიწყო გამოძიებულ პროკურატურამ. რამდენად უკავშირდება რეალურად ეს მერის არგუმენტი, რამდენად მართებულა სწორია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებულის გამო ჩაყრა ჩინას. დღეს მოიხსნა საკრებულომ, რომ გესწავ დედაქალაქის გადაყენების საკითხი და უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ ყველას. პირველად ვარ Front News-ის პრეს-კლუბში, მადლობა მოწვევისთვის. როგორც წესი, პრეს-კლუბებში მოწვევის დროს არსებობს, ასე ვთქვათ, სტუმრის მთავარი თემა, რომელზედაც ისაუბროს და შემდეგ კითხვებს ვამენ. მე ამ შემთხვევაში არ მაქვს, ასე ვთქვათ, რაიმე განსაკუთრებული თემა. და მინდა გითხრათ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება ზოგად პოლიტიკური, ეს იქნება თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებული, თუ ეს იქნება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული, ან კიდევ რამ სხვა თემები, მზად ვარ თქვენს კითხვებს უპასუხო. რაც შეეხება პირველ კითხვას, რომელიც ბუნებრივად ეხება თბილისის საკრებულოს და იქ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თქვენ იცით, რომ 2013 წლის 29 დეკემბერს ჩავარდა დედაქალაქის ბიუჯეტი შემოტანილი მერიის მიერ, რამაც მერიაში, რა ვიცი, აღშფოთება და შოკამდე მისული მდგომარეობა გამოიწვია, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველ მიზეზთა გამო. მე მესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა მერია რაღაცას აგზავნის საკრებულოში, არათუ ბიუჯეტს, უბრალოდ რაღაცას და ის ვარდება, იმიტომ რომ მერია იყო მიჩვეული საკრებულოსგან ასე ვთქვათ, მორჩილებას და უსიტყვო თანხმობას და ბუნებრივია, რომ ამ წინადადებამ გარკვეულწილად გაურკვევლობა, ზომაზე გადაცილებული გაურკვევლობა გამოიწვია მერიაში, რაც თავისთავად არ არის სწორი. ბიუჯეტის ჩაგდება არ გახლავთ კატასტროფა. მე ვუთხარი კიდეც მერიის წარმომადგენლებს და ბიუჯეტის ჩაგდების მეორე დღეს, 30 დეკემბერს, ჩემ ბრიფინგზე მივმართე მათ, რომ თუ მერიას სურს, რომ დედაქალაქს ჰქონდეს სტაბილური ფინანსური დოკუმენტი, ანუ დამტკიცებული ბიუჯეტი, საჭიროა მათ გაითვალისწინოს შექმნილი რეალობა საკრებულოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ პარტიას აღარ აქვს, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი უმრავლესობა. გაითვალისწინოს ის ნაკლოვანებები, რომელიც ბიუჯეტის ჩავარდნის დროს იყო აღნიშნული საკრებულოს ხდომაზე და სახეცვლილი ფორმით შემოიტანოს ბიუჯეტი საკრებულოში. მეორეს მხრივ, მე როგორც ერთ დეპუტატს მინდა ასე ვთქვათ, ერთმა დეპუტატმა მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის არც მიღება პანაცეა ჩემთვის უსიტყვოდ და არც ჩაგდება რაღაც პოლიტიკური სქემის ნაწილი. მე მინდა რომ გამჭვირვალე პრიორიტეტებზე სწორედ გაწერილი და საკრებულოს წინადადებების გათვალისწინებით მოხდეს ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც წაადგება დედაქალაქს და თბილისელებს. ნუ ეს პროცესი ახალი წლის დღეებში გარკვეულწილად მინელდა, მიწყნარდა გასაგები მომენტების გამო და მართალი გითხრათ, მე ველოდებოდი, რომ დედაქალაქის მერია შემოიტანდა რა ახალ ბიუჯეტს, თან მოაყოლებდა, ასე ვთქვათ, ურთიერთობის, თანამშრომლობის, დისკუსიის, დიალოგის ფორმატს იმისათვის, რომ გვემჟელა და შევჯერებულიყავით ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და ერთ-ერთ უახლოეს ხდომაზე საკრებულოსი დაგვიმტკიცებინა ის. გუშინ შუადღისა შემოვიდა დედაქალაქის ბიუჯეტი, პრინციპში იგივე ფორმით, მინდა გითხრათ, რაც იყო 29 დეკემბერს, იგივე ფორმით შემოვიდა ბიუჯეტი, ერთი მცირედი განსხვავებით, რომ 29 დეკემბერს ბიუჯეტში 795 მილიონიან ბიუჯეტში 55 მილიონი გაჩნდა უცებ ბოლო 2 კვირის განმავლობაში. მერეამ არ მოასწრო თუ ვერ მოასწრო ამ 55 მილიონის დეტალური გაწერა არ ვიცი, მაგრამ ნახევარ თაბახზე იყო ჩამოწერილი ამ 55 მილიონის განაწილება, რამაც ბუნებრივი უკმაყოფილება გამოიწვია საკრებულოს წევრებში და ჩვენ სწორედ როდესაც გაუმჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს ამ 55 მილიონის, ასე ვთქვათ, ფაცი-ფუცით გაწერა იყო და ახალ შემოშლილ ბიუჯეტში აი ამ ნაწილში არის გარკვეული სიახლეები, რომ უფრო მეტად არის შაშლილი, ვიდრე ნახევარ თაბახზე გაწერილი მომენტი. დანარჩენად საკრებულოს წინადადებების გაუთვალისწინებლობის კუთხით, პრიორიტეტებზე ფინანსების გაწერის კუთხით
და სხვა პრეტენზიების კუთხით, რაც ჰქონდა საკრებულოს, ყველაფერი არის უცვლელად დატოვებული, რაც ნამდვილად არ მატებს, ასე ვთქვათ, ღირსებას მერიას და ნამდვილად არ ქმნის შტაბ-შტილებას იმისას, რომ მერია არის ბიუჯეტის მიღებაზე ორიენტირებული. მე უფრო პირიქით ვჩნდება შტაბ-შტილება, რომ თითქოს ბიუჯეტის ჩაგდებაზეა ორიენტირებული, თორე არ შეიძლება ერთხელ ჩავარდნილი ბიუჯეტი იგივე ფორმით მიაწოდოს საკრებულოს. ეხლა რა რისი იმედი აქვს, რომ საკრებულოში შეიცვლებიან ადამიანები, გონება გადაუტრიალდებათ, რაღაცა თავს დაუხრიან მერიას, ისე როგორც მიჩვეული იყო და გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ რაშია ელემენტარულად ახსნა იგივე ბიუჯეტის შემოტანისა. ეს ხდება გუშინ შუადღისას და საღამოს მე ვიტყოდი არა პოლიტიკურ შეცდომასაც არ დავარქვი, იმიტომ რომ პოლიტიკური შეცდომა სერიოზული რამეა პრინციპში რა. უარყოფითი, მაგრამ სერიოზული რამეა, როცა პოლიტიკას ეხება. ნუ რაღაც დაუფიქრებელი ანგლური ქმედება, რასაც ქვია ანძის გამორთვა, თან არა იმიტომ რომ მან ფული არ აქვს ან რაღაც ასეთი მათ თავად აღნიშნეს, რომ მიღებულია პროტესტის ასეთი ფორმაო და ჩვენც საკრებულოს ვეპროტესტებით ანძის გამორთვითო, ასე აღნიშნა ქალბატონმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მოხდა ის რაც მოხდა, გამოირთო, ასე ვთქვათ, გარე განათება სატელევიზიო ანძისა. ხლა თბილისი ცხოვრობდა ანძის განათების გარეშე. გვახსოვს ხო? პოსტ სააკაშვილი, უпростоრ სააკაშვილამდე პერიოდი და ნუ ამით არაფერი დაშავებია დედაქალაქს. აქ არ არის ლაპარაკი ნავიგაციის შუქურების განათებაზე, აქ არის ლაპარაკი გარე რაღაც ციმციმების განათებაზე, რომელზედაც სხვათა შორის არსებულ ბიუჯეტში 9 მილიონი მისი რეაბილიტაციაში 9 მილიონი ჩადო მერიამ. ამიტომ ეს თემა ვერაფრით ვერ აღიქმება ჩემი აზრით რაღაც განსაკუთრებულ თბილისის ცხოვრების ხელის შემშლელ და საბოტაჟურ ქმედებად. ეს უფრო არის თავის აგდება, მე თუ მკითხავ, რაღაც უტიფარი ქმედება, რომ ჩაგდებული ბიუჯეტის ფონზე მერია იცლის იმისთვის, რომ ან ეხუმრება, ან ესაბოტაჟება, ან ეპროტესტება, როგორც ასეთი და მოქმედებს ისე როგორც მოქმედებს. ნუ ამას ბუნებრივია მე მოყვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და თბილისის საკრებულოს გარკვეული ნაწილის მხრიდან უტრირება, მე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება მეტროც გამოირთოს, შეიძლება ისიც მოხდეს, ესეც მოხდეს, ნუ ბუნებრივია ესეც, რომ ასე გაგრძელდებოდა თემა. და დღეს აქ დაისვა კითხვა, რომ თბილისის საკრებულომ დღეს მოითხოვა მთავრობის გადადგომაო, თბილისის საკრებულოს არ მოუთხოვია, ეს მოითხოვეს ჩემმა კოლეგებმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა, გარკვეულმა ჯგუფმა, გარკვეულმა ფრაქციებმა. და რატომღაც ჩემი აზრით არასწორად ეს დაუკავშირეს ანძის ანთება ჩაქრობის პრობლემას. თუ დგება მერის პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ უნდა დადგეს გაცილებით უფრო სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით. იგივე ბიუჯეტთან დაკავშირებით, იგივე ქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სერვისების გამართულობა არ გამართულობის კუთხით და არავითარ შემთხვევაში იმ კუთხით, რასაც ქვია გარეგანათება ექნება თუ არ ექნება სატელევიზიო ანძას. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ნავიგაციის შუქურები ჩაქრა და ეს მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მაშინ აქ თანამდებობიდან განთავისუფლება უბრალოდ არ კმარა. და იქ გაცილებით უფრო სერიოზულად დგება საკითხი, მაგრამ ეს არ არის საკრებულოს კომპეტენცია, ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ, არ შეეშლებათ ამ ხელისუფლების პირობებში შესაბამის სტრუქტურებს ამ ტიპის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მე არ დავუკავშირებ და ვერ დავუკავშირებ ანძის ანთება ჩაქრობას ბიუჯეტის თემას, ბიუჯეტი არის ცალკე თემა, ძალიან სერიოზული თემა და მას სჭირდება სერიოზული დამოკიდებულება, ანძის თემა და მისი გარეგანათების თემა არის ნაკლებად სერიოზული თემა, შეიძლება ვიღაცისთვის სახალისო თემაც და ახლა თუ ვინმეს უნდა რომ წინა საახალწლო განწყობილებები გაიხანგრძლივოს ამ თემით, ნუ შეუძლია გაიხანგრძლივოს. რაც შეეხება პასუხისმგებლობის თემას თბილისის მერიისას, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ უნდა იყოს ისე, რომ აღმასრულებელი თვითმმართველობის აღმასრულებელი შტოს დაკომპლექტებაში წარმომადგენლობითი შტო იყოს თამაშგარე მდგომარეობაში. თბილისის რეალობაში თბილისის საკრებულოს არაფერი არ შეუძლია საკადრო პოლიტიკის წარმოების კუთხით თბილისის მერიასთან მიმართებაში. მერი იყო ერთმართველი, ეხლა მერის მოვალეობის შემსრულებელი ერთმართველი, არანაირი ბერკეტი თბილისის საკრებულოს.
თბილისის მერიის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით არ გააჩნდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში იყო საუბარი, ჩვენ წერილითაც მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რომ დედაქალაქის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელებულიყო და პარლამენტიდან, ასე ვთქვათ, შემხედრი მიმართულებით ნაბიჯები არ იქნა გადადგმული. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, თუ დღეს ჩემი კოლეგების მხრიდან ისმება მერიის, ასე ვთქვათ, მთავრობისა და მერიის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, იქვე უნდა დაისვას საკითხი, რომ მიემართოს საქართველოს პარლამენტს, რათა თბილისის საკრებულოს მიეცეს გარკვეული საშუალებები, რომ მან ქმედითი ჩართულობა განახორციელოს დედაქალაქის მერიის საკადრო პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება უშედეგო ეს მცდელობა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ პარტიას ჩაანაცვლებს მეორე პარტია, იქნება კლასიკური მაგალითი იმისა თხა ვიყიდე, თხა გავყიდეო, ნუ ვიტყვით ახლა იმას, რომ ვიღაცა კეთილი პარტიაა და ვიღაცა ბოროტი პარტიაა, როცა ერთმართველია ყველა ერთ და იგივე იმაში ექცევა, შემდეგ განწყობებში, ასე ვთქვათ, ამიტომ თემა გაცილებით უფრო სერიოზულია და მე ვიტყოდი, რომ საქართველოს პარლამენტი თუ იმსჯელებს გადაუდებლად დედაქალაქის კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და თბილისის საკრებულოს გარკვეულ ფუნქციებს მისცემს თბილისის მერიაში საკადრო პოლიტიკის წარმოების კუთხით, ეს იქნება შექმნილი მდგომარეობიდან გონივრული გამოსავალი. ბატონო? პირდაპირ გეტყვით, რომ დაწყებული ვიცემერიდან, გაგრძელებული მერის მოადგილეებით, გაგრძელებული სამსახურის უფროსებით, გაგრძელებული შპს-ებისა და IP-ების ხელმძღვანელებით და დამთავრებული რაიონების გამგებლების დანიშვნით არაფერთან თბილისის საკრებულოს შეხება არ აქვს. არაფერთან აბსოლუტურად. ამიტომ ვინ არის პირდაპირ წესით? გამგებელია პირდაპირ წესით არჩეული და ესა ტრანსპორტის სამსახური. კი, მერია მხოლოდ არჩეული, ხო, პირდაპირ წესით. ეს პირდაპირ წესით არჩეული მერს დღეს მოვალეობა აქვს შეჩერებული. მაგრამ თბილისის საკრებულოს არანაირი უფლება არ აქვს საკადრო პოლიტიკაში, რომ ჩაერიოს, ან მას რაღაც შეუთანხმდეთ ან ასე შემდეგ. ამიტომ დღეს როცა ვამბობთ, რომ გადადგეს თბილისის მთავრობა და მერე რა უნდა მოხდეს? მერე უნდა მოხდეს ის, რომ ან ვიცემერმა ისე უნდა დააკომპლექტოს ერთპიროვნულად მთავრობა, თუ ვიცემერიც გადადგა, მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იქმნება ვაკუუმი, რასაც მოყვება ცენტრალური მმართველობის, სახელმწიფო მმართველობის შემოტანა თბილისში, რასაც არც ერთ შემთხვევაში მე მხარს არ დაუჭერ, იმიტომ რომ ეს იქნება სწორედ ერთი პარტიის მაგივრად მეორე პარტიის დომინანტი დედაქალაქში არჩევნების წინ, რაც არამხოლოდ არადემოკრატიულია, მე ვიტყოდი, დამღუპველია ქართული პოლიტიკისთვის და კონკრეტულად დედაქალაქში განსავითარებელი წინასაარჩევნო თუ საარჩევნო მოვლენებისათვის. ამიტომ თუ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რომ საქმე გაკეთდეს და არ დაზარალდნენ თბილისელები, მაშინ უნდა გამოსავალი გონივრული მოიძებნოს. და თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რომელიღაც პარტიამ ბერკეტები იგდოს ხელს, როგორც საკადრო, ასევე ფინანსური, ნუ ბუნებრივია ასეთ ცეკვებს მე არ ვცეკვავ, ასეთ პროცესებს მე არ უერთდები. უფრო მეტიც ყველა შესაძლო საშუალებით დაუპირისპირდები. ბატონო, მეორეჯერ ჩაგდების საფრთხეც არის ხო ბიუჯეტის როგორც და ანძა შესაძლოა კიდევ სხვა პროექტები მოყვეს იგივე მერია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანძა ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩემს მიერ არ არის ერთობლიობაში აღქმული. ეს ორი თემა არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჩემთვის. რაც შეეხება ბიუჯეტის მეორე ჩაგდებას, მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ბიუჯეტის ჩაგდებების რიცხოვნობას ნუ დაითვლით. 40 ჯერ რომ ჩავარდეს ბიუჯეტი არაფერს არ ნიშნავს, მთავარია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 3 თვეში იქნას მიღებული ან საბოლოოდ არ მიღებული ეს ბიუჯეტი. 3 თვე გადის 11 მარტს. 11 მარტამდე რამდენჯერაც გინდა ჩავარდეს ეს ბიუჯეტი, არაფერი არ იცვლება ამით. ამიტომ ის რომ თუ 3 ჯერ ჩავარდა რაღაც ხდებაო, ეს არის მცდარი ინფორმაცია და გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ. თუმცა პირველად ჩავარდნის შემთხვევაში ხო თქვენს უკვე შესაძლოა რა გარკვეული პროექტები ვერ დაფინანსდეს და ტყუილია ეს ყველაფერი, მინდა უბრალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია. საბიუჯეტო კანონის თანახმად და სხვა კანონმდებლობის თანახმად არის ასეთი ნორმა. როდესაც ვარდება ბიუჯეტი, გასული წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ჯამური თანხის მე-12-დით აგრძელებს კონკრეტული სტრუქტურა მუშაობას, ამ შემთხვევაში მერია. თბილისის მერიის გასული წლის პრიორიტეტთა ფინანსური ჯამი
დაფინანსების ფინანსური ესე ვთქვათ ჯამი შეადგენდა 645 მილიონს 2013 წელს. 645 მილიონის მე-12-ით მერიამ შეუძლია ხარჯოს ყოველთვიურად სანამ არ დამტკიცდება ბიუჯეტი. იანვარში 53 მილიონი, თებერვალში 53 მილიონი და ასე შემდეგ დეკემბრამდე. თუ რა თქმა უნდა 11 მარტის შემდეგ ცენტრალური სახელმწიფო მმართველობის სურვილი არ გაუჩნდა დღევანდელ მთავრობას. ეხლა მეტყვი თქვენ ყოფნის თუ არ ყოფნის. 2012 წელს თბილისის მერიამ იანვარში დახარჯა 30 მილიონი. 2013 წელს თბილისის მერიამ იანვარში დახარჯა 35 მილიონი. 2014 წლისთვის იანვარში მერიას იმ მე-12-ის სახით აქვს 53 მილიონი. ეხლა გეკითხებით მე თქვენ, რატომ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული პრობლემები, როცა დაახლოებით 15-18 მილიონით უფრო მეტი ფულია წელს, ვიდრე იყო ეს შარშა. მე მესმის, რომ გრძელვადიან პროექტებს, მაგალითად ავტობუსების შეძენას, მაგალითად კონკრეტულ მშენებლობებს ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ვერ დააკონტრაქტებ იანვარში, იმიტომ რომ მხოლოდ 53 მილიონის განკარგვის უფლება გაქვს. და აქედან გამომდინარე ეს პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ვამბობ, დავსხდეთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთისა და თბილისელების ინტერესები, გავითვალისწინოთ ის პრიორიტეტები, რომელიც რეალურად დგას დედაქალაქისა და მისი მოსახლეობის წინაშე, გავითვალისწინოთ ის, რომ საკრებულო უფრო მეტ გამჭვირვალობას ითხოვს ბიუჯეტიდან, დავამტკიცოთ ბიუჯეტი, ანუ შევქმნათ ფინანსური სტაბილურობა და იმ გრძელვადიან პროექტებსაც მივხედოთ შემდეგ. ანძის ანთობა ჩაქრობითა და ანგლობით კი ნუ არ დაკავებული, არამედ მიუდგეთ საკითხს სერიოზულად. სხვათა შორის 29 დეკემბერს, როდესაც ჩავარდა ეს ბიუჯეტი, მე გავამახვილე ყურადღება ანძასთან დაკავშირებით და რატომ? გამობრძანდა ბატონი პეტრიაშვილი, მერის მოადგილე, ბატონი პაპუნა პეტრიაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საკმაო კომპეტენციის მქონე პიროვნება და ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ ფუნიკულიორის ანძის გარე განათების ციმციმების რეაბილიტაციისათვის ვიმეორებ ზუსტად წინადადებას მისას ციმციმების რეაბილიტაციისათვის გამოყო 9 მილიონი და ჩასვა ბიუჯეტშიო. ბრძანა მან. 2 წუთის შემდეგ მანვე აღნიშნა, რომ უსახლკაროების სოციალური საცხოვრისებისათვის, ანუ თავშესაფრისათვის, განსაკუთრებულად გაჭირვებულების თავშესაფრისათვის, იმავე მერიამ, იმავე ბიუჯეტში ჩასვა 300,000 ლარიო. რა ვიცი, მე მგონი ახლა ზედმეტი კითხვის ნიშნები არ უნდა დავსვათ, ხო? რამდენად სწორედ არის ფინანსები გაწერილი პრიორიტეტებთან მიმართებაში. მე არ ვამბობ, რომ ანძა არ უნდა იყოს განათებული და ჩაბნელებულ ქალაქში უნდა დავდიოდეთ, მაგრამ ხო, როდესაც გაჭირვებულების, რომელთა რაოდენობა სამწუხაროდ ცოტა არ არის დედაქალაქში, თავშესაფრებისთვის წლის განმავლობაში 300,000 ლარს გამოყოფ და ანძის სიმციმისთვის 9 მილიონს არა გაქვს მთლად სწორად დალაგებული ეს პრიორიტეტები როგორც მინიმუმ. ან არ გაღელვებს ეს თემები. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მე გავამახვილე ყურადღება და მათ მოინდომეს ამის გაშარჟება. და ეს გაშარჟება ბოლოს შევიდა გარკვეულ სახიფათო ზონაში, როდესაც გუშინ ანძა დაბნელდა თავის სანავიგაციო სანათებლებთან ერთად. მე არ ვიცი გარე განათლების კომპეტენცია სანავიგაციო სანათების ჩაქრობა თუ ვიღაცამ სპეციალურად ჩაუქრო. ამ ყველაფერს გამოიძიებენ. მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც იმის რა ხალისის ხასიათზე დგები, ან რაღაც კინკლაობის ხასიათზე დგები ამ ფორმით, რაღაც თაგმად ხარად-ხარაოს პრინციპი დაგემართება. მე მგონი ასე ახლა. თვითმმართველობის კოდექსში შევეხები. კი ბატონო. გუშინ იყო საკმაოდ განხილული განხილვა ინტერფრაქციულთან ერთად. თქვენ ასევე შეიკრიბეთ პარლამენტარული დარჩენილი პოლიტიკური პარტიები და გავხსნით განცხადება შეახსენეთ იმ პარტიებს, ვინც უვიანის ფორმატში მონაწილეობს და ისების პარია. ანუ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულია მართლ გუნდში და აცხადებენ, რომ 40% ზემოთ არ აიწევს პარიებს. რა ბერკეტები გაგაჩნიათ ამ პარტიებს, რომ იგივე რაიმე სახით შემოიღოთ ის და ეს მოისმინეთ და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელმძღვანელის პოზიციას მათ შესთავაზეს ინტერფრაქციულ ჯგუფს გარკვეული საკუთარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 50+1%, მაგრამ სხვა სქემით. გარკვეულ მსგავსებდა სოციალური კვლევას.
არა, სოციოლოგიური ხო ეხლა ეს თქვენთვის ემსგავსება კვლევასთან. ისე ეს არის კონკრეტული მეთოდი არჩევნებისა. კი ბატონო, მოგახსენებთ. ჯერ ესეთი მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ასევე გახლავთ ერთ-ერთი აქტუალური თემა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. უბრალოდ მცირე კორექტივი შევიტან, რომ თქვენ ახსენეთ თვითმმართველობის კოდექსი, ეს არის საარჩევნო კოდექსი. თვითმმართველობის კოდექსი კიდევ სხვა რამეა. თვითმმართველობის კოდექსი ამ კვირაში მეორე მოსმენით გადის პარლამენტში, მაგრამ რადგან ახსენეთ, ამისთვისაც მადლობას გეტყვით, არ მინდა რომ გავატარო ეს თემა. თვითმმართველობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვნად. თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში ჩავარდა. 2013-2014 წლებში ჩაფიქრებული, მოაზრებული, ნაგულისხმევი, დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში ჩავარდა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. აიღეთ 2013 წლის 1 მარტის საქართველოს მთავრობის განკარგულება რეფორმასთან დაკავშირებით, რა წერია იქ, რამდენი პუნქტია იქ, რა პრიორიტეტებზეა საუბარი იქ, რომ დაახლოება სერვისების, რომ თვითმმართველობების ახლოს მიტანა, რომ სოფლებში არჩევითობები, ქალაქის უბნებში არჩევითობები, მთის კანონის შემოღება, დეცენტრალიზაცია ქონების, ფინანსების, უფლებამოსილების და ასე შემდეგ. და ეხლა აიღეთ მეორე მოსმენისთვის გამზადებული კანონპროექტი, რა დარჩა იმ კონცეფციიდან ამ კანონპროექტში. დარჩა ერთადერთი რამ, მერებისა და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევა, რითიც დღესდღეობით ცდილობენ იტრაბახონ, ან უпростоრედ შეინარჩუნონ ტრაბახის განწყობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ისინი პირდაპირ წესით ირჩევენ მერებს და გამგებლებს ქალაქებსა და რაიონებში. უბრალოდ მე გთხოვდით თქვენ, თუ გექნებათ საშუალება მართველი კოალიციის ლიდერებსა და წარმომადგენლებს ესაუბროთ, მე რამდენადაც ვიცი ამ პრესკლუბის სტუმარი უნდა იყოს ერთ-ერთი მათგანი დღეს. მოდით კითხვა იქნება ასე დაუსვათ რა. გასაგებია როგორ ვირჩევთ მერებს და გამგებლებს, მაგრამ როგორი გვაქვს მექანიზმი გადარჩევისა მერებისა და გამგებლების. ანუ მერებს ვირჩევთ და გამგებლებს პირდაპირ წესით, რაც კარგია, რაც პირდაპირ დემოკრატიის დემონსტრირებაა, ეს არის კარგი, მაგრამ იცით რა გადარჩევის მექანიზმი დავის ამ კოდექსში? რომ პირდაპირ არჩეულ მერს საკრებულოს 2/3 გადაირჩევს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ანუ 10,000-მა, 100,000-მა უნდა აირჩიოს მერი და ერთეულებმა, მაქსიმუმ 10-ეულებმა შეუძლიათ ის გაუშვან სახში ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. ეს წერია ამ კოდექსში. ამიტომ არჩევით რომ ტრაბახობენ, გადარჩევის მექანიზმზე მოდურად ჩაეკითხეთ, რას გიპასუხებენ, მაინტერესებს ძალიან. და ეს არის თან გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ამ რეფორმის ტოპ თემა, თავარი წარმატებული თემა, რომელიც ვერ არის წარმატებული. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იცით თქვენ, რომ მარტის თვეში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს არის რეგრესული ფორმატი, განსხვავებით წინა წლებისგან. 2007 წელს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებობდა ჯგუფი, რომელიც მუშაობდა EUTOS ფასილიტატორობით და იქ თანაბარ პირობებში იყვნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ორგანიზაციები, არასამთავრობოები და საერთაშორისოები იყვნენ ჩართული. იგივე მოხდა 2009 წელს ოღონდ NDI-ის ფასილიტატორობით და იგივე მოხდა 2011 წელს IFS-ის ფასილიტატორობით. ანუ იყო ჰორიზონტალური ფორმატი. ამჯერად ქართული ოცნების კოალიციამ ეს ფორმატი შეიტანა პარლამენტში, დაარქვა მას ინტერფრაქციული ჯგუფი, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვნად აქცია, პოლიტიკურიც, არასამთავრობოც, საერთაშორისოც და თქვა, ჩვენ ვიცით და ჩვენმა გუმანმა, რასაც გავაკეთებთო. ეს უკვე რეგრესული ფორმატია. ამის შემდეგ იმუშავა პირველ ეტაპზე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ბატონი ქუცნაშვილის ხელმძღვანელობით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჯგუფმა დაასრულა მუშაობა და ეხლა რო გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია მეთქი, ვერ ვიქნები მართალი, თუმცა არც იქ ვიქნები მართალი, რო ვთქვა, რომ უშედეგო დაამთავრა მეთქი მუშაობა. მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ქვია საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ისე როგორც წინა საარჩევნო კამპანიის დროს გასათვალისწინებელი მომენტები მედია წვდომის თანაბრობასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკითხები დარჩა ღიად. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ამ ჯგუფს განეახლებინა მუშაობა, ჯგუფის მუშაობა განახლდა, ამჯერად უკვე ბატონი ზვიაძიძე გურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ერთი გასვლითი შეხვედრა კაჭრეთში ჯგუფისა და ერთადერთი პრეზენტაცია, ვინც წარადგინა საარჩევნო კოდექსის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები.
ჩვენ IRA-ისა და IFS-ის, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით მარტის თვეში შევქმნით საკოორდინაციო მაგიდა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა. მე ვარ ამ ასე ვთქვათ მაგიდის, ანუ ამ პოლიტიკური პარტიების და ამ ფორმატის კოორდინატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთანაც და საარჩევნო კოდექსთანაც დაკავშირებით ორივესთან დაკავშირებით 12-მა პარტიამ შევიმუშავეთ წინადადებების პაკეტი. ეხლა თქვენ თავად წარმოიდგინეთ 12 პარტიაში რამდენად რთულია რომ შეაჯერო პოზიციები ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და მერე საარჩევნო კოდექსზე. თან ეს პარტიები მკვეთრად და დიამეტრალურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. კაჭრეთის შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები და ხელისუფლებამ გითხრა რომ ისინი ამაზე იმსჯელებდნენ კოალიციის შიგნით ინტერფრაქციულ ჯგუფში აუცილებლად გაგრძელდებოდა მუშაობა და შეეცდებოდნენ რომ ეს წინადადებები გაითვალისწინებინათ. კაჭრეთის შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ გამობრძანდა პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე და გვეუბნება რომ ჩვენ უკვე ყველაფერი გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე შევთანხმდით ქალაქებში 40%-იანი ბარიერი, რაიონებში 33%-იანი ბარიერი და ეს არის მოკლედ ძალიან დიდი დემოკრატიული პროგრესი, ასე ვთქვათ, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაშიო. ანუ ფაქტიურად არა კოლეგიალობაზე, ინტერფრაქციულ ჯგუფზე ხაზის გადასმაზე აღარ მაქვს უბრალოდ საუბარი. ლაპარაკია კონკრეტული პოზიციის შემოთავაზებაზე, რომელსაც ებრძოდა კოალიცია ქართული ოცნების პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ყველას 2009 წელს ჯერ კიდევ, როდესაც მერის არჩევნებზე იყო საუბარი NDI-ის ფორმატში, ჩვენ ყველა ვითხოვდით 50% პლუს 1 ბარიერს პირველ ტურში გამარჯვებისათვის. 2012 წელს ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატს რომ იშველებენ. რვიანის ფორმატზე საერთოდ არ ყოფილა მაჟორიტარულ არჩევნებზე საუბარი. რვიანმა შესთავაზა მაშინდელ ხელისუფლებას რეგიონულ პროპორციული სია, სადაც ბარიერები საერთოდ არ არსებობს და მე ურჩევდი ზოგიერთ ლიდერს ქართული ოცნებისას, რომ შინაარსთან ერთად თარიღებიც ნუერევათ, როგორც ასეთი, თან ისეთი პიროვნებები აქტიურობენ, რომელიც ერთ შეხვედრაზეც არ ყოფილან ელემენტარულად და მე ერთ შეხვედრა არ გამიცდენია. არც იმის და ასე შემდეგ. რა ვქნა ახლა ესეთია ჩემი ხვედრი. ამიტომ მივიღეთ დღეს ის, რომ გუშინ ოპოზიციაში მყოფი პარტიები დღეს ხელისუფლებაში მყოფები ივიწყებენ ასე ვთქვათ ძველ მოთხოვნებს და იბრუნებენ იმ მოთხოვნებს, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას და სრულებით არ მიკვირს მე, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე აწესებდა 30%-იან ბარიერს და დღეს რაიონებში და მუნიციპალიტეტებში გამგებლის არჩევანზე ქართული ოცნება გვთავაზობს 33%-ს. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტი, სინდრომი სახელისუფლებო, რომელიც ამჯერად ჭირს ქართულ ოცნებას. მე უბრალოდ მინდა აუხსნა, რადგან მეძლევა ამის საშუალება, რაში არის ძირითადი პრობლემა ამ ბარიერებთან დაკავშირებით. თუმცა ბარიერები არ არის მთავარი თემა მხოლოდ საარჩევნო სისტემისა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ 50+1 კარგი რიცხვია და იმიტომ მომწონს და 40+1 ცუდი რიცხვია და არ მომწონს ან 33. თემა არის მარტივი. 50+1 ნიშნავს უმრავლესობას. ყველა რიცხვი 50-ზე ქვევით ნიშნავს უმცირესობას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, ადამიანი მერი იქნება, გამგებელი იქნება, მაჟორიტარი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ვისაც ირჩევ. ადამიანი აირჩიოს უმრავლესობამ და არა უმცირესობამ. ანუ სიტუაცია არის ესეთი. 100 ამომრჩეველია, 5 კანდიდატი ვართ. ერთმა აიღო 41 ხმა. დანარჩენმა 4 ხმა აიღო 59. ის ერთი გამოდის თუ არა უმცირესობის არჩეული 100-დან. რა თქმა უნდა, იმეებს აჯობა. მეორეს, მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, იმეებს აჯობა. აქ ორი აზრი არ არის. მაგრამ 100 ამომრჩევლიდან ის მოგებულია უმცირესობის ხმებით, ანუ 41 ხმით. 59 ხმა წავიდა სხვა მიმართულებით. ადამიანი უნდა აირჩიოს 100-ის უმრავლესობამ. ანუ თუ პირველ ტურში გინდა არჩევა, 50+1 ხმა უნდა მიიღო და თუ ეს ვერ მიიღე, მაშინ მეორე ადგილზე გასულთან გადიხარ მეორე ტურში და ყველა შემთხვევაში 50%-ზე მე ხმას იღებ. ერთადერთი ვერსია არსებობს, თუ ხმები გაიყო. ამასაც იცნობს კოდექსი, მაშინ ტარდება ახალი არჩევნები. ეს არის მაღალი ლეგიტიმაცია, ეს არის დემოკრატია. ბატონო? შეთანხმება რატომ ვერ მოხერხდა? ეხლა გეტყვით რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება? ბერკეტი თუ გაუყრა იმერო ხო, ბერკეტებზეც გეტყვით და შეთანხმება რატომ ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს,
კოალიცია ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ლიდერებმა დათვალეს, რომ თბილისშიც და შეიძლება განსაკუთრებით თბილისში, თუმცა არა მარტო თბილისში და დანარჩენ საქართველოშიც კოალიცია ქართულ ოცნებას გაუჭირდება, რომ 50% პლუს 1 ხმით გაიყვანოს თავის მერები და გამგებლები. თქვენ ალბათ გახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბატონი ივანიშვილის მიერ ასე ვთქვათ, აგორებული მომენტი, რომ რას ქვია მეორე ტური, ეს იქნება შეურაცხყოფა, მიმართავ მარგველაშვილს, რომ არ გავიდეს მეორე ტურში და ეს პირდაპირ ნიშანი იყო, რომ არიქა ეხლა დაიძარით სულ ყველა, ვიღუპებით, მე მგონი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნება უარს ამბობს მეორე ტურზე და რაღაც სხვა მარ ჩაიგდოს ხელში პრეზიდენტობაო და მოხდა ის რაც მოხდა, ხო? ეხლა რეალურად დაითვალეს და რეალურად გაჩნდა იმის საფრთხე, რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ, დაჭირდეს მეორე ტურის საქმეს და მეორე ტურში თუ მოხდა პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, რაც ხდება ხოლმე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ერთმა ძალამ არ ჩაიგდოს ხელში ყველა და ყველაფერი, შეიძლება ცალკეულ ადგილებზე მან წააგოს მერებისა და გამგებლების ან მაჟორიტარების არჩევნები. ამიტომ ის წევს ბარიერს იმდენად ქვევით, რისი დაძლევის საშუალებაც აქვს საკუთარი, ასე ვთქვათ, მოლოდინებიდან გამომდინარე. ანუ მარტივიანით რომ ვთქვათ, ირგებს თავის თავზე კოდექსს იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რისი პროგნოზირებაც ხდება მის მიერ. და ის რომ მარგველაშვილმა მიიღო 62% ბიზინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში და იმ წინასაარჩევნო ორკვირიანი, ასე ვთქვათ, ვაივიშის გამოისობით, ეს კონკრეტული მოცემულობა ამას იმას არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერებისა და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევის დროს იგივე განმეორდება ზუსტად. ანუ ახსნა ამისა გახლავთ ეს, რომელიც ნიშნავს, რომ მინდა შევინარჩუნო ძალაუფლება და უმცირესობიდან ვმართო უმრავლესობა. აი ეს არის დაბალი ბარიერები და სხვა არაფერი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ბარიერის თემა არ არის სისტემასთან დაკავშირებით. აქ არის ერთმანდატიანი მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარების არჩევის დაუშვებლობა ჩვენის მხრიდან, რასაც ერთხელ ბატონმა ივანიშვილმა უწოდა ფეოდალები, თუმცა ეხლა დაივიწყა, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის მომგებიანია ერთმანდატიანი ოლქების არსებობა, ეს არის ხმების ბეღელი, ყოველთვის ასე იყო, რომ პროპორციულ შეიძლება აიღო 40% და ამ მაჟორიტარების მეშვეობით უცებ აწიო 60-მდე, ასე იქცეოდა მოქალაქეთა კავშირი, ასე იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა, არაფრით არ განსხვავდება ამ ნაწილში ქართული ოცნება მათგან და იგივე პოზიციას ადგას ის. თუმცა იქ არის სხვა თემები, საარჩევნო ადმინისტრაციის თემა ყველაზე უფრო ყმადაღებული თემაა. საარჩევნო ადმინისტრაციაში 7 კაცი ყავდა ქართულ ოცნებას, 6 ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა 12 ყავს ქართულ ოცნებას, 1 ნაციონალურ მოძრაობას და არც ერთი დანარჩენ ყველას. და ეს არის ნეიტრალური არბიტრი. შეიძლება რომ ერთ მოთამაშეს ყავდეს საჯები და მეორე მოთამაშე იყოს მინდორზე შესული და კონდეს ილუზია რომ მოიგებს. ეს ხო გამორიცხულია ელემენტარულად. 1 ოქტომბერსაც კი კოალიცია ქართული ოცნებას ყავდა თავისი წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ შევაფასოთ ის ყველაფერი რაც იყო. რაც შეეხება ბერკეტებს, აქ იყო საუბარი რა რესურსი გვაქვს, ხო? თქვენს პრეს კლუბში ჩემს წინ ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იჯდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, გარკვეული მოდიფიკაციით და სხვა, ასე ვთქვათ, მოცემულობით თუ სხვა სისტემით, რასაც ამბობს არასაპარლამენტო ოპოზიცია. თქვენ შეგიძლიათ კითხოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორია მათი დამოკიდებულება საარჩევნო კოდექსში არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილ წინადადებებთან მიმართებაში არის იდენტური. ამიტომ ჩვენი, ასე ვთქვათ, იმედი პირველ რიგში საკუთარ თავშია, ანუ იმ სიმრავლეში, რასაც ქვია 12-13 პოლიტიკური ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მიდგომა საკითხისადმი. მეორე ეს გახლავთ ქართული არასამთავრობოები, რომლებიც გავლენიან სექტორს წარმოადგენს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელსაც უწევს ყველა ხელისუფლება ანგარიში და მათ შორის დღევანდელი ხელისუფლება და ეს გახლავთ ქართული საზოგადოება, რომელთან ჩვენ ვაპირებთ ამ თემებზე საუბარს. მესმის რომ ეხლა სოციალურად გაჭირვებული ფონის დროს ცოტა ძნელია საარჩევნო ბარიერებზე ელაპარაკო ადამიანებს, ან თუნდაც ანთებულ და ჩამქრალ იმებზე, ანძებზე. მაგრამ ვაპირებთ რომ ამ მიმართულებით ჩვენ მათთანაც გქონდეს ურთიერთობა, ჩვენ ხვალ გვაქვს შეხვედრა არასამთავრობოებთან, შემდეგ გვაქვს შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფებთან, მომავალ კვირის დასაწყისში გვაქვს შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებთან. გუშინ მე პირადად მქონდა
საელჩოებთან შეხვედრის დროს ინტერფრაქციული ჯგუფი შეხვდა საელჩოებს და მე წარმოვადგენდი არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს და მე მათ უთხარი ზოგადად ჩვენი პოზიცია და კონკრეტულად შინაარსობრივ დეტალიზაციას მოვახდეთ მომავალი კვირის შეხვედრაზე. ეს არის ბერკეტი. ახლა სხვა ბერკეტი პოლიტიკაში არ არსებობს. ახლა მერქმა არქნას ისეთი ბერკეტები, რასაც ქუჩა ქვია და ქუჩის აქციები, მე მგონი ეს ცოტა ხანს მიეცა დავიწყებას, ცოტა ხანს საქართველოში და კიდევ უფრო ღმერთმა არქნას ის რაც ახლა კიევში ხდება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, პოლიტიკური საშუალებები და ვეცდებით რომ გამოვიყენოთ ისინი მაქსიმალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ერთი რამ. ჩვენ გვახსოვს ყველას მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო კოდექსი და დამოკიდებულება არჩევნებისადმი და არჩევნების რეზულტატისადმი საზოგადოებისა, იმიტომ რომ ეს საარჩევნო კოდექსი იყო ერთი პარტიის. ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოდექსი და დამოკიდებულება მისი არჩევნებისადმი, რა გზას დაადგა ერთიც და მეორეც მე აღარ დავაკონკრეტებ. დღეს მზადდება ქართული ოცნების საარჩევნო კოდექსი. მე ვფიქრობ, ესეთი ფორმით საარჩევნო კოდექსის მიღება აახლოვებს ქართულ ოცნებას იმ გზასთან, რა გზასაც გაუყვა მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა. საკითხი არის დროის, როდის. ცუდად მოიქცევენ, დააჩქარებენ. კარგად მოიქცევიან, გაიხანგრძლივებენ. მათსეც არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, თუმცა არა მარტო მათსეა. ერთ საკითხი მქონდა განხილული თვითონ რამდენიმე პარტიაში, რომ ამ არათანაბარი როგორც თქვენ ამბობთ, არათანაბარი პირობების შემთხვევაში შესაძლოა რომელიმე პარტია მიიღოს გამოცხადოს ამარჩევნებს არ მიიღოს მონაწილეობა. ხო, იცით რა, ჯერ ერთი ყური მომჭრა ერთმა თქვენმა ფრაზამ, როგორც თქვენ აფასებთო. ერთ პარტიას რომ 12 წევრი ყავს CSKO-ში, მეორეს 1 და დანარჩენ ყველას არც 1. ეს მარტო ჩემი შეფასებაა, რომ არათანაბარი პირობაა თუ თქვენც მეთანხმებით ამაში. არა, მე კი ვაფასებ, მაგრამ მე უბრალოდ თქვენ თქვით, რომ როგორც თქვენ აფასებთო და როცა არბიტრი სულ ჩემია და თქვენი არაფერი არ არის, თქვენ არ მეთანხმებით, რომ არათანაბარია პირობა? ან საეთერო დროის ლომის წილი რომ თქვენია და ჩემთვის რომ არაფერი არ არის, ესეც არათანაბრობის ნიშანი არ არის? მე მგონი ეს ობიექტური შეფასებაა და არა ვინმეს კონკრეტული შეფასება. რაც შეეხება ბოიკოტის, გაბუტვის და რაღაც აღარ ვთამაშობ ბავშვური რაღაც იმეების ფრაზების დეკლარირებას, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად წერტილი უნდა დაესვას საქართველოში. მეც მყოფილ ვარ ამ ტიპის გაბუტვების თანამონაწილე. თან ისეთი ტიპის სერიოზული გაბუტვისა, რასაც ქვია დეპუტატის მანდატის დაჭრა. ამაზე სერიოზული გაბუდვა აღარ არსებობს, ხო, პოლიტიკაში. მეც მყოფილ ვარ, მაგრამ ზოგი საკუთარ შეცდომებზე, ზოგი სხვის შეცდომებზე მეც ვისწავლე და სხვამაც ისწავლა და მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტით ფონს ვერ გახვალ. ბოიკოტი არ არის ყოველდღე გამოსაყენებელი ფორმა. შეიძლება ის გამოიყენო უკიდურეს შემთხვევაში, ისიც იმ შემთხვევაში თუ ის იქნება საყოველთაო ან რაღაც მაქსიმალურად ბევრ ფენებზე გავრცელებადი. როცა ამას აკეთებ მარტო შენ ან ვიწრო წრე, მხოლოდ დაახლოებით რაღაცა მარტო სახლშის მდგომარეობაში ხარ, რა, შენთვის გიждები, როგორც ასეთი. ამიტომ მე არ ვუყურებ და არ განვიხილავ გაბუტვისა და ბოიკოტის თემას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის კარგ საშუალებას, თანაც ამ შემთხვევაში. სამხრეთ ოსეთი არის გამოკიდებელი და ამას უნდა შეეგუოს საზოგადოება და ეს არის რეალობა. თქვენ რა ასახავთ ამასთან დაკავშირებით? იცით რა არის? არა მარტო ის პიროვნება, ვინც ახლა თქვენ თქვით, სრულიად რომ დაჯარდეს გავლენიანი ავტორიტეტები სრულიად სოფლიოში, შეუერთდნენ მის პოზიციას და თქვან, რომ შეეგუოს საქართველო და ქართველობა და საქართველოს მოქალაქეები იმას, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელია და აღარ არის ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილიო, მათი ავტორიტეტი ელემენტარულად არაფრის მომასწავებელ მანიშნებელი არ იქნება ჩემთვის. მე ვიცი, ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, ჩემი სახელმწიფო რა საზღვრებშიც არის აღიარებული მსოფლიოს მიერ და სანამ ვარ პოლიტიკაში და ახლა პათეტიკურად თუ არ გამომივა, სანამ ფეხზე ვდგავარ, ვერასდროს ვერ შეურიგდები მსგავსი ტიპის მოსაზრებებს, ძალიან კულტურულად და რბილად ვამბობ, მოსაზრებებს და არა სხვა რამეს,
რაც ახლა თქვენ მითხარით. ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის. ილაპარაკონ ასე საკუთარ ქვეყნებზე და საკუთარ სამშობლოზე. მოცემულობას ქმნის მოქმედება. მოცემულობა ჰაერიდან არ ვარდება. მოქმედება ჭირდება იმას, რომ არასასურველი მოცემულობა შეიცვალოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი ტიპის მოსაზრებები აღარ გაუჩნდეს მსოფლიოში არავის, რომ სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი და საქართველოს მას უნდა დაემშვიდობოს. მადლობა.